თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განიხილეს საგამოძიებო კომისიის დაუმორჩილებლობის საქმე. მასზე აღკვეთის ღონისძიების სახით გვარამიას გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდისვადაც 7 ივნისს იწურება. გირაოსთან დაკავშირებით თუ დღეს იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ გირაოს გადახდა არ იქნება, პროდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით. ოდესმე ხო ეს უნდა დამთავრდეს. ამას გარდა ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენების მიცემა მოთხოვეს. მართალია ჩვენების, მაგრამ მაინც და ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყო, იმიტომ რომ გირაოს გადახდა არ მინდა და სიარული ქუჩებში და ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს, იმიტომ რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ, ამას მე პირადად არ დაუშვებ. რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ამბობ, მე აქ არ მაქვს მორალური სასამართლო. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებით. დღევანდელი პროცესი წინა სასამართლოს ხტომა არის, ნიკას ჯერ კიდე აქვს ვადა, გირაოსი ამიტომ დღეს დაპატიმრების საფრთხე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ არაპირებს გირაოს გადახდას, ეს პრობლემა დადგება 7 ივნისის შემდეგ, როცა მოსიცია ეწურება გირაოს გადახდის ვადა. ჩემ შემთხვევაში პროცესი არის ხვალ არა და ზეგდა, მაღალი ალბათობა არის იმისი, რომ აღკვეთი ღონისძიება გირაო რაც იყო, ის შეცვალონ უფრო მკაცრი და უფრო კაცრი ამ შემთხვევაში არის პატიმრობა. დიახაც მოხარული ვარ, რომ ყველამ დაიკავა ძალიან ღირსეული პოზიცია, მე შემიძლია ვისაუბრო კოალიციას ცვლილებებზე. ბრძოლაში, როდესაც ხარ და თანაც ამბობ, რომ ხარ კომპრომისურ ბრძოლაში, ჩემის რვაწვენით ქმედებებიც უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისი. ხვალ მაქსიმუმ ზეგ მომიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დასაფასებელია ადამიანისგან თავგანწირვა, რომ ციხეში მიდიხარ. სად უფრო გჭირდება ხო პოლიტიკური ლიდერები? გადამწყვეტ მომენტში შეიძლება ბევრი რამ იყოს პასუხისგებლობა ასაღები. მომავალში თუ საპატიმრო დაწესებულებაში ყველა. ჩვენ არც არავის დამონათებას და არავის ჭუისწავლებას არ ვაპირებთ. ყველა გადაწყვეტს ინდივიდუალურად, ვისაც როგორ წარმოუდგენია თავისი ბრძოლის გზა. ასე აბუჩათაგდება როგორც საზოგადოების, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წესების და ზოგადად კანონმდებლობის, რა თქმა უნდა, ამ აბუჩათაგდებას ექნება შესაბამისი საკანონმდებლო შედეგები. თუ ისინი მზად არიან ამ შედეგებისთვის, რა თქმა უნდა, მათი არჩევანია, გადაიხდიან და არ გადაიხდიან. ბატონი ხაზარაძე, ბატონი ჯაფარიძე კომფორტს უფრო რთულად ელევიან, შეიძლება იქ ბატონი გვარამია, რომელიც ციხე ქართული ოცნების პირობებში გამოვლილი აქვს და იქ შოკირებული იყო, იმდენად კარგ პირობებში ვიცხოვრეო. უფრო წავიდა სამნაბიჯზე და იქ ხა ვის როგორი დავალება აქვს მიღებული, მოდი ესეც შევაფასოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცა შეიძლება ასე ვთქვათ ციხეში წასვლას სპეციალურად თავისი ასე ვთქვათ გააზრებული ნაბიჯებით აწყობდეს, რომ ამეთი აიცილოს, შემდეგ რაღაცა დისკომფორტი, რომელიც მის პარტიას ექნება არჩევნებში მიღებული ხმებით, ვიღაცას უნდა რომ რაღაცა გმირად შეირაცხოს, რომ აი მე ციხეში წავედი ამ ბრძოლის გამო და ასე შემდეგ. ეს მათი გადასაწყვეტია ყველა. რა თქმა უნდა, პატივი უნდა წეს კანონს.